ვინ იყო 15 წლის ის კახელი დიდებული, ვინც ბერად აღკვეცა, გარეჯის უდაბნოში არჩია. ხოლო საკუთარი დედის და დისთვის კი მონასტერი კახეთის სიღრმეში ააგო. როგორ იქცა ეს ქრისტიანული სავანე აღდგომის სისხლიანი ღამის შემდეგ უცნობი სპარსი მოხელის ოხია ყორჩის პირად საკუთრებად. და რატომ იწონიდა მონასტრის თავისუფლება ზუსტად 12 აქლემსა და 200 თუმან ოქროს. მე გიორგი თავაძე ვარ, ეს კი დაკარგული ძიება. წამომყევი და ერთად გავაცოცხლოთ აკურას მამა დავითის მონასტრის წარსული. წავედით. ვინ ჩვენს წინა სიუჟეტს უყურეთ, გემახსოვრებათ, რომ როგორც იქნა საშველი დავადგიდა მაღრაანის ღვთაებას და ხოკერანთ სასახლეს მივაგენით. ახლა ზუსტად მორჩენილი ვართ, აი ახლა მოვჩით. იდეაში თქვენ კი უკვე გამზადებული სერია ნანახი გაქვთ ერთი შაბათით ადრე. მაგრამ ჩვენ ახლა მოვჩით რეალურად და მივდივართ აკურას მამა დავითის გადასაღებად, რომელიც არის თელავთან ახლოს. როგორ შეაფასებთ ამ გასვლას, ბატონო გოგა? შვენიერი გასვლა იყო, საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ ასე ვთქვათ, ლამაზი ხედებით, ლამაზი ადგილებით, კაი ხალხით, ჩვენი მეგზური, რომელიც შემთხვევით გავიცანით და დაგვეხმარა. და რა ვიცი, ღვთისწყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მეორე ჯერზე დავლახეთ ეს ასე ვთქვათ, ნამონასტრალი, ეს კომპლექსი და რაც თავარია აღარ დავიკარგეთ. ხო. ერთი სიტყვით ეგრე იყო მაღრაანზე, ეხა წავედით აკურა, ბევრად იოლად მისასვლელია, მაგრამ საკმაოდ ისტორიული ძეგლია. და ერთ იმას გეტყვით, რომ მაღრაანის ღვთაებისგან განსხვავებით, აკურა ის ბედნიერი და კარგი გამონაკლისია, სადაც ისტორიულმა წყაროებმა რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი შემოგვინახა. ხოლო თუ რა მნიშვნელოვანი ამბავი, ამას უკვე ისტორიულ ნაწილში ნახავთ. მანამდე კი უჩვენოთ ის გზა, რასაც გავივლით იქამდე მისასვლელად, ხო? ნამდვილად. წავედით. ემოციებით ავსებულები ვტოვებთ მაღრაანს და როგორც უკვე გითხარით, დედაქალაქში დაბრუნებამდე კიდევ ერთ სერიას გადავიღებთ. დავტოვეთ მაღრაანი, მივემართებით თელავის მიმართულებით, რათა როგორც გითხარით, აკურას მამა დავითის ნამონასტრალი გიჩვენოთ. შვენიერი ამინდია, არ უჩანს პირი რო იწუმებს ან აირევა. სევართ გითხრათ, ცოტა არ იყოს ჩვენს დავიღალეთ, მაგრამ სასიამოვნოთ დაღლები ვართ, იმიტომ რომ როგორც იქნა ავისრულეთ საწადელი და მივაგენით მაღრაანის ღვთაებასაც და ხოკერას ნასახლარსაც, უпростоრად დარბაზს, რომელიც ერთ დროს ფეოდალისტვის განკუთვნილ სასახლეს წარმოადგენდა და საკმაოდ მსხვილი კომპლექსიც იყო, ასე რომ ვთქვათ. ახლა ნახოთ, მე მგონი არავით არის სირთული არ გვექნება, როგორც წინასწარ მოძიებული ინფორმაცია გვაქვს სოფლის თავზეა ეს მონასტერი, რომელიც უნდა მოვინახულოთ და წესით გრუნტიანი გზა მიდის, მაგრამ მოსწორებული. ნახოთ, გამოჩნდება ყველაფერი. გამოგიტყდებით, ჩვენი ექსპედიციებისას ყველაზე მეტად ტყეში გაჭრილი რთული გზებისა და ხეობების დალაშქრვა გვანიჭებს სიამოვნებას. მსგავსი ბარიერების გადალახვის შემდეგ ისტორიულ ძეგლთან მისვლა სულ სხვა ემოციაა. თუმცა ამ შემთხვევაში ასფალტის გზა, რომელიც კახეთის ვაკე ნიადაგს მიუყვება, ნამდვილი შვებაა. თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთგვარი რელაქსია მაღრაანში გამოვლილი სირთულეების შემდეგ. მოვადექით სოფელ აკურასაც და როგორც კი სოფელს შემოვედით, მალევე აუხვიეთ ზევით მიმართულებით ჩვენგან მარჯვნივ და მივყავით ახლა უკვე სოფლის თავში ვართ. აქ ჩვენს გარშემო ვენახები და ბაღებია და მივიწევთ მამა დავითის მონასტრისკენ. ცოტაც ალბათ ერთ რამდენში იქნება, ალბათ 9 კილომეტრი ან კილომეტრი დაგვრჩა ძეგლამდე მისასვლელად. გზას რაც შეეხება, იდეალური გზა მიდის, როგორიც შეიძლება მონასტრამდე მიდიოდეს რა. გრუნტიანი გზა, მოსწორებული, არავით არის ვთქვათ, რა ქვია, ორმოები და რამე ნაპრალები და რაც ესე ვთქვათ, უგზოობას ახასიათებდეს, არაფერი მსგავსი არა ნებისმიერი მანქანით ამოხვალთ ნებისმიერ ამინდში. უპრობლემოდ იქნება ეს, რა ქვია, სედანი, ჰეჩბეკი, კროსოვერი, ნებისმიერი სტილის მანქანით ამოხვალ და ან საკმაოდ მაღლა ავდივართ ახლა. მდინარე ვანთისხევი რჩება ჩვენგან მარჯვნივ და ეს რა ქვია, ტყის სიღრმეში შევდივართ და სხვა ჩვენს ვიცოდეთ, აი ეს ხეობა კიდევ უფრო
აკურას მამა დავითის მაღლად სავსეა ძეგლებით. ეს უკვე შემდეგ სამომავლოდ არაერთხელ ვეწვევით კახეთის ამ მხარესაც ამ ძეგლების გადასაღებად. ახლა კი მისთვისაც ვარ წამოსულები. მამა დავითის მონასტრამდე უნდა მივიდეთ და შემოგთავაზოთ ისტორიული სიუჟეტი მასზე, რომელიც ფიქრობ იქნება საკმაოდ საინტერესო. თქვენ თონად შეაფასებთ, როცა უყურებთ. მოვედით დღევანდელი სიუჟეტის მთავარ ობიექტამდეც. ბოლო გასვლები კახეთში რაც ჰქონდა, ყველაზე მარტივი გზა იყო ეხა მამა დავითის მონასტრამდე მოსასვლელი რაც გავიარეთ. ესეთი თან მაღრანის მერე მაღრანს ვერ ვივიწყებთ. ძალიან მარტივი იყო. წავედით ეხა გელოდებათ წინ ისტორიული ნაწილი და მოისმენთ ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს ამ ძეგლის შესახებ. მის სახელია აკურას მამა დავითის მონასტერი. წავედით. წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე სამართლიანად შენიშნავდა, რომ ქვეყნის ისტორიული სიცოცხლე ორი უდიდესი ტოტისგან შემდგარი მდინარეა, სადაც ერთი სულს ასაზრდოებს, მეორე კი ხორცს და ამ ორის გაერთიანების გარეშე ნებისმიერი ერი უმწეოა. ქართული ფეოდალიზმის ეპოქაში სულისა და ხორცის, ლოცვისა და გუთნის ამგვარი თანაარსებობის უპირველეს კერებს საეკლესიო სენიორები წარმოადგენდნენ. მონასტრები მხოლოდ რელიგიური მისტიციზმის სივრცეებად კი არ გვევლინებოდნენ, არამედ ქვეყნის უმძლავრეს ეკონომიკურ, კულტურულ და თავდაცვით ბურჯებსაც წარმოადგენდნენ. სწორედ ამგვარი სულიერებისა და მატერიალური რეალობის ჰარმონიული თანაარსებობის ბრწყინვალე ნიმუშია კახეთში თელავის მახლობლად მდებარე სოფელ აკურას მამა დავითის მონასტერი. ეს უძველესი ქართული ქრისტიანული სავანე, რომელიც თავისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე ხან დავითგარეჯის დიდ სამონასტრო ორგანიზაციას, ხან მცხეთის საკათალიკოსო ტახტს და ხანაც კახეთის სამეფო კარს უკავშირდებოდა, საუკუნეების მანძილზე ირეკლავდა სრულიად საქართველოს ბედუქუღმართობასა თუ აღმავლობას. მე-6 საუკუნის ასურელ მამათა უპოვარი ასკეტიზმიდან დაწყებული, მე-9 საუკუნის ხუროთმოძღვრული გარდატეხითა და გვიანი შუა საუკუნეების ყიზილბაშურ ლეკური ნგრევით დასრულებული. ქრისტიანული სავანის მთავარი სამლოცველო მამა დავითის სახელზეა ნაკურთხი, რაც თავის მხრივ პირდაპირ ხაზს უსმევს მის მჭიდრო კავშირს გარეჯის უდაბნოში გაშენებულ მამათა სამყოფელთან მიმართებაში. უფრო ზუსტი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ თუ რას გულისხმობ, ამისთვის მცირე დოზით გადავინაცვლოთ მე-6 საუკუნის საქართველოში. ეს გახლავთ სწორედ ის პერიოდი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან ასურელი მამები ბერი იოანეს ხელმძღვანელობით. ისინი იყვნენ 10-13, ასე გვიყვება ქართული საეკლესიო ხელნაწერები იოანესა და მის მოწაფეებზე. მაგრამ მკვლევართა შორის გავრცელებული მოსაზრებით, სირიიდან წამოსული სასულიერო პირები იმაზე მეტნი უნდა ყოფილიყვნენ, ვიდრე ზევით მოყვანილი რიცხვია. ასურელ ბერთაგან ერთ-ერთის, მამა დავითის მეშვეობით, მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში, გარეჯის უდაბნოში საფუძველი ჩაეყარა ქრისტიანულ სამონასტრო ცხოვრებას. ამ ამბიდან კი დაახლოებით 300 წლის შემდეგ, კახეთის კიდევ უფრო სიღრმეში, მდინარე ვანთისხევის ნაპირთან, აღუშენებიათ აკურას ქრისტიანული სავანე. ეს უკანასკნელი ჩამოყალიბდა როგორც დავითგარეჯის კუთვნილი, ძლავრი მეტოქი, ანუ ფილიალი, რომლის დაარსებაც თავის მხრივ მოწმობს იმ დროისათვის გარეჯის სამონასტრო ორგანიზაციის მასშტაბურობაზე. ახლა შევაჯამოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დებულება ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტის გარშემო. ესე იგი ვიცით, რომ აკურას სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა პირდაპირ დაკავშირებულია გარეჯის უდაბნოს მონასტერთან და ეს უნდა მომხდარიყო მე-9 საუკუნეში. საინტერესოა ისტორიამ თუ შემოგვინახა იმ პირის ვინაობა, ვინც აქ გამართული სამშენებლო პროცესების ინიციატორი იყო. გასულ მე-20 საუკუნეში აკურის მამა დავითზე მომუშავე გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა გიორგი ჩუბინაშვილმა არქიტექტურული ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ ძეგლი მე-9 საუკუნეს მიეკუთვნებოდა. ამას გარდა ჩუბინაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ მონასტერი ილარიონ ქართველის მიერ უნდა ყოფილიყო აგებული. ალბათ დაგებადებათ კითხვა, თუ ვინ იყო ილარიონ ქართველი. ილარიონი წარმოშობით კახელი დიდებული გახლდათ, რომელიც ოჯახის გადაწყვეტილებით პატარა ასაკიდანვე 6 წლიდან უკვე სასულიერო განათლებას იღებდა.
ჰაგიოგრაფიული ხელნაწერის ილარიონ ქართველის ცხოვრების თანახმად 827 წელს 15 წლის კახელი დიდებული გარეჯის მონასტერში ბერად აღკვეცილა. 10 წლიანი სამონასტრო ცხოვრების შემდგომ 857 წელს ის იერუსალიმში გამგზავრებულა, ხოლო 855 წელს კი კვლავ დაბრუნებულა გარეჯში. ამავე ხელნაწერის თანახმად ილარიონ ქართველი კახეთში აარსებს დედათა მონასტერს თავისი დედისა და დისთვის. თვითონ კი კვლავინდებურად გარეჯის მონასტერში აგრძელებს მოღვაწეობას. თუმცა ხელნაწერში ქრისტიანული სავანის ზუსტი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა არ არის დასახელებული და მისი აგების ადგილად ზოგადად კახეთი იხსენიება. ვინაიდან და რადგანაც გვიანდელი შუა საუკუნეების ისტორიული დოკუმენტები ცალსახად ადასტურებენ, რომ სოფელ აკურის მამა დავითის მონასტერი დედათა სამყოფელი ყოფილა და ამას გარდა ის გარეჯის ლავრის მამულში მოიხსენიებოდა, სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა მყარი მოსაზრება, რომ აკურის დიდი ბაზილიკა და სამონასტრო კომპლექსი სწორედ ილარიონ ქართველის მეოხებით არის აგებული. ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებზე დაყრდნობით, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკურას მამა დავითის მონასტრის დაარსებით გარეჯის უდაბნო სამონასტრო კომპლექსმა შიდა კახეთის ნაყოფიერ ზონაში საკუთარი საეკლესიო მამული გაიჩინა. გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილ ვრცელ ტერიტორიას, რომელიც ცივ-გომბორის ქედის ორივე მხარეს მოიცავდა, ეწოდებოდა საგარეჯო, ქვეყანა გარეჯისა ან სრულიად გარეჯისა სახლი. ტერმინი საგარეჯო პირველად ოფიციალურად მე-15 საუკუნის დოკუმენტებში ჩნდება. 1424 წლისთვის, როდესაც თემურ ლენგის, მისი მონღოლებისა და სხვადასხვა თურქმანულ ტომთა შემოსევებისგან წელში გაწყვეტილ ქვეყანას ფეხზე აყენებდა ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე პირველი დიდი, იმჟამინდელ საბუთებში აკურას მამა დავითიც ჩანს. მეფის გადაწყვეტილებით ჩვენი სიუჟეტის მთავარი ობიექტი 17 ისტორიულ სოფელთან ერთად, რომელიც გარეჯის მონასტრის მამულს წარმოადგენდა, ცხეთის საკათალიკოსოს გადაეცა აკურა მისითა უდაბნოთა. ცხეთისადმი ამ მიწების გადაცემა მიზნად ისახავდა საკათალიკოსოს ეკონომიკურ მოღონიერებას და თავის მხრივ სამონასტრო მიწებისათვის მტკიცე პატრონის გაჩენას. თუმცა ამ ზემოთ მოყვანილ დოკუმენტში ერთი საკმაოდ საინტერესო გარემოება აღბეჭდილი, რომლის თანახმადაც აკურას მამა დავითის დედათა მონასტერი, განსხვავებით სხვა საეკლესიო მამულებისგან, რომელიც მცხეთის ფლობელობაში იყო, აკურა უშუალოდ გარეჯის მიტროპოლის მართვის ქვეშ რჩებოდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მე-15 საუკუნის დედა ეკლესიაში. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, მე-16 საუკუნის კახეთის სამეფო დოკუმენტებში კვლავ მოიკითხება აკურის მამა დავითის მონასტერი. ალექსანდრე პირველის მეფობის დროს 1503 და ავგიორგის მმართველობისას 1513 წლების დოკუმენტებში აკურის ქრისტიანული სავანე არა მცხეთის, არამედ უწინდებურად გარეჯის მონასტრის საეკლესიო მამულად სახელდება. ხოლო ლევანის მეფობისას, ესე იგი 1518 წლიდან 1574 წლის ჩათვლით, აკურას დედათა მონასტერი იმჟამინდელ სიგელ გუჯრებში მკაფიოდ ფიქსირდება, როგორც დავით გარეჯის კუთვნილი ყმამამული. მე-16 საუკუნის კახეთის სამეფო კარზე შედგენილი სამართლებრივი დოკუმენტები კიდევ საინტერესოა იმითაც, რომ წარმოდგენას გვიქმნის იმ ჟამინდელ ქართულ ყმობის ფორმებზე. მაგალითად აღნიშნულ დოკუმენტებში წავაწყდებით პირს, რომელიც ეკონომიკური სიდუხჭირისა და ვალის გამო საკუთარ თავს ან ხშირ შემთხვევაში სრულიად ოჯახსაც ყმობის პირობით აძლევდა მონასტერს, სანაცვლოდ კი მფარველობასა და საეკლესიო მიწაზე დასახლების უფლებას იღებდა. გვიანი შუა საუკუნეებისა და შემდგომი პერიოდის აკურას ქრისტიანული სავანეც სწორედ ასეთი საეკლესიო ყმების შრომას ემყარებოდა, რომელთა იურიდიული სტატუსი თავის მხრივ მტკიცედ იყო დაცული, როგორც სამეფო, ასევე საეკლესიო სამართალით. 1597 წელს კახეთის მეფემ ალექსანდრე მეორემ აკურაცსა და მასთან მყოფი ქრისტიანული სავანეც გარეჯის უდაბნოს მონასტერს ჩამოართვა და მფლობელობაში მასთან შეკედლებულ დას ქეთევან ბატონიშვილს გადასცა. იმჟამინდელი სიგელების თანახმად ეს უნდა ყოფილიყო დროებითი აქტი. ქეთევანის გარდაცვალების შემდგომ აკურას მამა დავითის ქრისტიანული სავანე კვლავინდებურად გარეჯის უდაბნო სამონასტრო კომპლექსს უნდა დაბრუნებოდა. 1597 წელს ქეთევანისთვის გადაცემული აკურის მამა დავითი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აღარ დაბრუნებია დავით გარეჯს, რაც გამოწვეული იყო მე-17 საუკუნის დასაწყისში დატრიალებული იმ არაერთი კატასტროფით, რაც მომდინარეობდა ქართველთ მოძულე შაჰ აბასისა და მისი ყიზილბაშებისგან. მონასტერთა აუხრების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი დატრიალდა აღდგომა დღეს, როდესაც ყიზილბაშებმა გარეჯის უდაბნოს აღდგომის ტაძარში თავშეყრილი
ვერ მონაზვნობა პირწმინდა დამოხოცეს. ამ კატასტროფის შედეგად სამონასტრო ცხოვრება დავითგარეჯში ათეულობით წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ხოლო წინათ მის კუთვნილებაში მყოფი მამულები კი სხვა წარჩინებულმა პირებმა მიიტაცეს. მაგალითად, ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტის მფლობელს წარმოადგენდა ვინმე ოხია ყორჩი და მისი სახლი. სიტყვა ოხია ყორჩი მე-16-მე-17 საუკუნის საქართველოში გავრცელებული სპარსული წარმოშობის საკუთარი სახელი იყო და ასევე სამეფო კარზე მოხელის თანამდებობასაც აღნიშნავდა. სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი პირი ან საგვარეულო დგას იმ ოხია ყორჩის უკან, რომელთაც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში პირად მფლობელობაში ეჭირათ აკურას მამა დავითის სამონასტრო კომპლექსი. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძის სახელით ცნობილი, ხოლო სასულიერო მოღვაწეობაში ონოფრე გარეჯელი. 1690 წლიდან, რაც ონოფრემ გარეჯის მოვლა პატრონობა იტვირთა, მიზნად დაისახა ჟამთა ბედუგუღმართობისას მიტაცებული ყველა ძველი სამონასტრო მიწებისა და მამულების უკან დაბრუნება. 1595 წლიდან პირად მფლობელობაში გადასული აკურას მამა დავითის გარეჯის მონასტრისათვის დაბრუნება ონოფრემ 1708 წელს შეძლო. არსებობს სამონასტრო დოკუმენტები, სადაც პირდაპირ მითითებულია წინამძღვრის მიერ ოხია ყორჩის სახლისთვის გადახდილი გადასახადის ოდენობა. 12 აქლემი, დიდი ოდენობით ცხვარი და ჯორი, ოქროსფული და თეთრი, ჯამში 200 თუმნამდე. ეს ის გრანდიოზული გამოსასყიდია, რომლის წყალობითაც აკურაც და მასთან მდგომი ქრისტიანული სავანეც კვლავინდებურად დავითგარეჯის უდაბნოს მონასტრის მამულად იქცა. მე-18 საუკუნეში ონოფრე წინამძღვრის მიერ დაბრუნებული აკურა დავითგარეჯის ეკონომიკურ ბურჯად იქცა შიდა კახეთში. მიუხედავად იმისა, რომ კახეთს ამ პერიოდში გამუდმებით აწიოკებდა ლეკიანობა, აკურამ შეძლო მეურნეობის ნაწილობრივ შენარჩუნება. ცნობილი მოგზაური იოჰან გულდენშტეტი, რომელმაც 1771-1772 წლებში იმოგზაურა საქართველოში, აღნიშნავდა, რომ მართალია აკურა შაჰაბაზის დროიდან ძალზე დაზიანებული იყო, თუმცა მოსახლეობა კვლავ აგრძელებდა იქ ცხოვრებას. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, ესე იგი თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის მეფობის ხანაში, როდესაც ქვეყანამ პოლიტიკური სტაბილურობა მოიპოვა, აკურა მთლიან სოფლად ფიქსირდებოდა, რომელიც დავითგარეჯის უშუალო განკარგულებაში იყო. 1774 წლის ცნობით, როდესაც დავითგარეჯის მონასტერი სულ 40-50 კომლს ფლობდა, ამ ქონების უდიდესი ბირთვის სწორედ აკურაზე მოდიოდა. აკურის, როგორც საეკლესიო სენიორის არსებობა საბოლოოდ შეწყდა მე-19 საუკუნის შუა ხანებში. რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმებისა და სეკულარიზაციის პოლიტიკის შედეგად 1852 წლისათვის განხორციელდა სამონასტრო მიწების სრული ექსპროპრიაცია. საეკლესიო ყმა მამულები გადავიდა სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში, ხოლო მონასტრებს შემოსავლის სახით ჯამაგირები დაუწესდათ. ასე იარსება აკურის მამა დავითის მონასტერმა საუკუნეთა ქარტეხილებში. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებულმა ქრისტიანულმა სავანემ ყიზილბაშების შემოსევაც გადაიტანა, მიწებიც დაკარგა და ონოფრე გარეჯელის წყალობით ძველი დიდებულებაც დაიბრუნდა. ის დღესაც რჩება იმ ეპოქის სიმბოლოდ, სადაც ლოცვა და გუთანი, ესე იგი სულიერება და მატერიალიზმი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა. მე გიორგი თავაძე ვარ, ეს კი დაკარგულის ძიებაა. გემშვიდობებით მომავალ სიუჟეტამდე, მომავალ აღმოჩენამდე. დროებით.